$19,000-ზე მეტი აბიტურიენტი შევიდა დღეს ცხოვრების და განვითარების ახალ გზას, განათლების მიღების ახალ საფეხურზე ესასვლელად. 20 წელია ერთიანი ეროვნული გამოცდები უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის ყველაზე სანდო ფორმატია და განათლების ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალე შერჩევის ერთგვარ გარანტიად მიიჩნეოდა და მიუხედავად ნაკლოვანებებისა, რომელზეც არაერთ გზის გვისაუბრია ამ გადაცემაში, გამოცდების ეს ფორმატი აძლევდა ახალგაზრდებს შესაძლებლობას თანაბარ პირობებში ებრძოლათ. მათ შორის პენტენციურ დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს, რომელთაც განათლების მიღების სურვილი გამოხატეს და მათი რაოდენობა წელს მაგალითად 36 აპლიკანტია. თუმცა როგორც კულუარულად უკვე დიდი ხანია გვესმის, ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაძლოა ბოლო სესია იყოს, რადგან სისტემური ცვლილებები უკვე დაანონსებულია. თუ სისტემა შეიცვლება, იქნება ის განვითარების ახალ ეტაპზე ასვლა, თუ გამოცდილი სისტემის დაბრუნების ვედრება, ჯერ არ ვიცით და არც ის ვიცით, ეს ამბავი რამდენად გახდა დღევანდელ გამოცდაზე თავისუფალ თემებში მსჯელობის საკითხი. სწორედ ვაჟა-ფშაველას ვედრება და გურამ რჩეულიშვილის ასვლა შეხვდათ საგამოცდო საკითხებში აბიტურიენტებს, მაგრამ ვიცით მათი განწყობები გამოცდის შესახებ და შემდეგ ზოგისთვის მარტივი, ზოგისთვის რთული, მაგრამ მაინც იმედიანი, რადგან უკვე 20 წელია ყველა აბიტურიენტმა იცის, რომ ეროვნულ გამოცდებზე ყველაფერი შენზეა. მოვუსმინოთ გამოცდიან გამოსულ აბიტურიენტებს და მათი განწყობა და შეფასებებიც ვნახოთ. მე თავიდანვე პოზიტიური განწყობით შევხვდი რა, ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და სანერვულო არაფერი არ იყო და მაინც ის მომივიდა რაც არ მინდა და ლექსი, მაგრამ კარგად დავწერე მაინც, ყოფილი ვარ, გარემოც არაჩვეულებრივი იყო, დამკრებლების მომეწონა, ყველაფერი კარგი იყო მართლა. საერთოდ არ მინერვიულია, ძალიან შვიდად შევედი გამოცდაზე და ეხლა ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებ რა. შევედი ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ გარემო დამხვდა ძალიან კარგი. დამკვირვებლები სხვათა შორის ძალიან ყურადღებიანები იყვნენ, ხელის აწევით პირდაპირ მოდიოდნენ, არც დაძახება გიჭირდა და არც ორჯერ აწევა. და გადაწერის საშუალება არ იყო. თავიდან პირველი 15-20 წუთი იყო ძალიან სტრესული, რადგან გარემოს ვერ მივეჩვიე თავიდან და მერე დავწერე საბოლოოდ. საკითხი იყო პიროვნულ თავისუფლებაზე. ორივე თავისუფლებაზე იყო, ერთი სიყვარულით შესაძლებელი, მეორე პიროვნული თავისუფლება. ვფიქრობ ძალიან კარგი თემები იყო. სააზროვნო, საფიქრალი ამიტომ ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი. არა, ძალიან მარტივი არ იყო, გამიჭირდა ვაღიარებ, მაგრამ გონი გავართვით თავი. ჩემთვის საკმაოდ მარტივი იყო, რადგან ყველა ნაცნობი თემა მოვიდა და რაც გავიარეთ, რა თქმა უნდა, და დროც საკმაოდ საკმარისი იყო და ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ყოფნოდა ეზრო. უფრო რთულს ველოდებოდი, ძალიან მარტივი იყო. მე მომიწია ვაჟას ლექსი ჩემი ვედრება. და იყო 10 კითხვა, მაგრამ გამომდინარე იყო მხატვრულ ხერხებზე, იყო თვითონ შინაარსზე. თეზისი იყო დაახლოებით ესეთი, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა დაპყრობებთან ასოცირდება. იმედია, რომ 50 გულაზე მაღალს ავიღებ ალბათ. ჩემთვის ყოველთვის მარტივი იყო, იმიტომ რომ ვემზადებოდი და მზად ვიყავი ყოველნაირ ამ სირთულისთვის რა. ტექსტს ადვილი გასაგები იყო, მომეწონა. რაღაცა კითხვები იყო რაზონი შეიძლება, მაგრამ მაინც კარგად გავამკლავდი და დავწერე. ვფიქრობ, არ გამჭირვებია არაფერი, რა თქმა უნდა, ორაზროვანი საკითხებიც იყო, მაგრამ პირველი რაც გული გიგრძნობს ხოლმე, ისაა სწორი, ამიტომ ამას მივყევი. გაჭირვებით არაფერი არ გამჭირვებია, უბრალოდ ესეში ცოტა თავიდან დავიბერი რა, ჯერ ერთი ესეს დაწერა და ვიწყე, მე მეორეზე გადავედი, იმიტომ რომ მეორეში უფრო მეტი არგუმენტის მოვუტანა შემეძლო და ცოტა მაგან დრო წამერთო, მაგრამ მაინც მოვასწარი. მოლოდინი, რავი, 50-ზე მაგას ველოდები. ემზადებოდით მანამდე საქმეში? კი, ემზადებოდი, კი. რამდენი ხანი დაახლოებით? 2 წელი ემზადებოდი. რო არ მომზადებულიყავით და სკოლაში მიღებული ცოდნით შესულიყავით გამოცდაზე, გაარწმევდით თუ არა თავს, ამდენად მარტივი? არა მგონია სკოლაში მიღებული ცოდნა გეყოს. ჩასაბარებლად. სკოლაც გვამზადებს 12 წელი მაგისტრის დავდივართ, რომ მოგვამზადოს ასეთი რთული ნაბიჯისთვის, მაგრამ მე რეპეტიტორთან დავდიოდი და რეპეტიტორთან ერთად გავიარე ეს რთული 1 წელი. ქართულში 1 წელი, დანარჩენ საგნებში რამდენიმე თუ 1 სემესტრი. როგორ ფიქრობ, რომ არ მომზადებულიყავით და სკოლაში მიღებული ცოდნით გასულიყავით დღეს გამოცდაზე, თუ გაართმევდით თავს იმ საკითხებს, რაც შეგხვდათ? კი, შესაძლოა, რომ
ჩემ სკოლაში ისეთ მოწვეული ყავდა, რომ მართლა ვსწავლობდით და ასე შემდეგ. ძალიან ძლიერი მოწვეული იყო საკმაოდ. ძირითადად სკოლაში, ხოლო შემდეგ სახელმწიფო დაფინანსებით ქედის რაიონში მეცადინეობდი მათემატიკაში. დაახლოებით ალბათ 1 წელიწად ნახევარი რო ემზადებოდი რა. რო არ მომზადებულიყავით, თქვენ ცოდნით შეძლებდით, რომ ვერ შევძლებდი. თუ სკოლაში სწავლობ, იღებ განათლებას, აქ უცხო არაფერი არ არის. უბრალოდ ის არის, რომ შიშის განცდა გაქვს, რო არ მიმეცადინო, რო რამე გამიჭირდეს რაღაცა, თუმცა გაურთმეული არაფერი არ არის. სკოლაში მიღებული ცოდნით ვფიქრობ მაღალ ქულას ვერ ავიღებდი, მაგრამ 16-ს გადავწდებოდი რა. ვერანაირად ვერ. მომზადებით კი, მაგრამ ეგრე განათლებით ვერა. სკოლაში მიღებული ცოდნა თქმა უნდა გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ რედაქტირება საკმაოდ რთული იყო და პლუს ტექსტის გააზრებას და სკოლის სწავლით სამწუხაროდ ვერ მიაღწევთ ვერაფერს. წარმატებები უსურვოთ აბიტურიენტებს. 8 ივლისიდან გამოცდებს შეუერთდებიან მასწავლებლობის მსურველებით 24300 აპლიკანტია დარეგისტრირებული. ცხადია, ეს თემაცაა ჩვენს ფოკუსში და მომდევნო გადაცემებში მათაც მოусმენთ, ვის რატომ სურს მასწავლებლობა და რა შესაძლებლობაა ჩვენს ქვეყანაში გახდე კვალიფიციური პედაგოგი. კარგი მასწავლებელია ისეთი, არაფერი რომ გამოეპარება მოსწავლის განვითარების საფეხურზე. არც მოსწავლის ფსიქოემოციური მდგომარეობა და არც სწავლის შეფერხების მიზეზი. არადა სკოლაში ვერ შემჩნეული დაბრკოლება ხანდახან იმდენად გვიანია, რომ უმაღლესი განათლების მიღების შანსსაც გიზღუდავს. რადგან როგორც ჩანს, სისტემა ამ საფეხურზე არ არის მზად ახალგაზრდების ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგოს განათლების სისტემა. სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტების ეროვნულ გამოცდებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. წელს 300-მდე განაცხადი არ დააკმაყოფილეს, 250-მდე აბიტურიენტის მოთხოვნა კი ნაწილობრივ გაითვალისწინეს. მაგალითად, გამოცდაზე შესვლა ურიგოდ, დაემატოს საგამოცდო დრო, დახმარება გადაადგილებაში, უცხოენის გამოცდაზე მოთავსდეს დინამიკთან ახლოს, მიეწოდოს ტესტი გაზრდილი შრიფტით და ასე შემდეგ. თუმცა საკმარისია თუ არა ეს პირობები მათთვის და რა სტანდარტით თუ პროტოკოლით ხდება კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინება. რა ხდება, როცა გამოცდაზე მიდის SSSM აბიტურიენტი, ვინ ზრუნავს მათი უფლებების დაცვაზე, სახელმწიფო თუ მშობელი და რამდენად არის მზად სისტემა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანასწორი პირობების შექმნას. სწორედ ამის გაგება გსურს ახლა ია გიოშვილი, აბიტურიენტის მშობელი გვიერთდება გადაცემაში და გაგვიზიარებს მისი და მისი აბიტურიენტის შვილის გამოცდილებას. მივესალმები სტუმარს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ია, მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებას. სავარაუდოდ თქვენი შვილი უკვე დღეს პირველ გამოცდას ესწრებოდა. გითხარით, აი როგორი არის გამოცდილება, თქვენი ემოციური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ჯერ მოდით ვუპასუხოთ თუ იყო დღეს გამოცდაზე, იმის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს მომდევნო შეკითხვა. გამოსა გვაქვს ხვალ და ვემზადებით, ძალიან ემოციურად ვართ განწყობილები, მთელი ოჯახი, იმიტომ რომ ჩვენთვის განსაკუთრებით რთული არის ეს პროცესი. კი ბატონო, მოდით აი იმის ფარგლებში, რისი თქმის შესაძლებლობაც გვაქვს, რომ არ დავაზიანოთ მისი საუკეთესო ინტერესი და პირადი მონაცემი, ვთქვათ, რა ხდებოდა თქვენ შემთხვევაში, რატომ იყო განსაკუთრებული შემთხვევა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულიყო თქვენი შვილი და სპეციალური პირობები შექმნილიყო მისთვის, ისე რომ არ ქონოდა მას შეფერხება ეჩვენებინა საუკეთესო შედეგი. ანუ როგორ დაიწყო სკოლის შემდგომ უკვე როგორც აბიტურიენტის მომზადების პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომ გითხრათ ის დაბრკოლებები, სირთულეები, აი რა პროცესი გაიარეთ აქამდე? 2022 წელს ჩემ შვილს დაუდგინდა დისლექსია. ეს არის კითხვის უნარის შეფერხება. რატომ არ მოხდა მანამდე? ეს ამას რიგი მიზეზები აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა არ არის მზად იმისთვის, რომ იდენტიფიცირება მოახდინოს ასეთი ბავშვების. უკვე მე-10 კლასში, როცა უკვე საკმაოდ გაუჭირდა აკადემიურ სივრცეში, გადავწყვეტეთ შეფასება გავუკეთებინა, იმიტომ რომ ბავშვს აშკარად რაღაც სირთულე ჰქონდა კითხვასთან მიმართებაში, რაც სრულიად გაუგებარი იყო.
მოვახდინეთ შეფასება და ნეიროფსიქოლოგის დასკვნა იყო წყალსახად დისლექსია. ანუ ესეთი მკვეთრად გამოხატული დისლექსია ჩვენ შემთხვევაში არ ყოფილა, უბრალოდ იყო კითხვის დაბალი ტემპი, რაც იყო საეჭვო პირველ რიგში და თქვენ მოგეხსენებათ რომ დისლექსია დიდი სპექტრია, ჩვენ შემთხვევაში ცოტა შეფარულად მიდიოდა და აქედან გამომდინარე ცოტა გვიან დადგინდა ეს პრობლემა. რა გზა გავიარეთ? საკმაოდ რთული გზა გავიარეთ აქამდე მთელი სასკოლო აკადემიური სივრცე ჩვენც იყო საკმაოდ სტრესული. დიდი წნეხი ბავშვისთვის და სკოლა ასოცირდებოდა ძირითადად ნეგატიურ განცდებთან. ჩემი მხარდაჭერის მიუხედავად მასწავლებლების მხარდაჭერის მიუხედავად მაინც სკოლა არ არის მზად იმისთვის რომ ბავშვებს დაეხმაროს თუ აქვთ მათ სპეციალური საჭიროება. ხშირად იყო შემთხვევები, როცა მასწავლებელი ამბობდა, რომ ეს დაავადება საიდან არა და მასწავლებელმა ის დაარიცის, რომ ეს დაავადება არ არის. როგორც კი გავიგეთ ამის შესახებ, მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა მომავალში. ან როგორც წარიმართებოდა მისი საგანმანათლებლო ცხოვრება მომავალში. საკმაოდ გაგვიჭირდა სკოლაში. მისთვის ასე ვთქვათ სპეციალური გარემოს შექმნა. თქვენ გაგვიმართლა იმიტომ რომ არ ვჭირდებოდა სპეციალური სასწავლო პროგრამა, მხოლოდ ვჭირდებოდა აკომოდაცია, დროის აკომოდაცია, ხელშეწყობა, გამოსვლაზე მეტი დრო, რაღაც მშვიდი გარემო და ასე შემდეგ. ანუ მცირე ცვლილებები ვჭირდებოდა, თუმცა ესეც არ იყო ადვილი. კი, ნაბიჯებზე რო გითხრათ, ანუ რიგი მშობლების შემთხვევაში მაგალითად, როცა რაიმე სწავლების შეფერხებასთან გვაქვს საქმე, მშობლების რაღაც ნაწილს შეიძლება გონია, რომ შეუძლებელია უფრო რთულ ეტაპზე განათლების მიღება და ისინი არც ცდილობენ ეროვნულ გამოცემებზე დარეგისტრირებას. თქვენ შემთხვევაში თქვენ რა ინფორმაცია გქონდათ, რამდენად შესაძლებელი იყო აი ამ სწავლების შეფერხების პირობებში მას ეჩვენებინა საუკეთესო შედეგი, როგორ დაიწყეთ აი ამ გზის გავლა, მაგალითად ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში მისვლა, იქ რა მოთხოვნები დაგიყენეს, ვინ იზრუნა აი ამ სისტემურობას, რა ჭირდება აი ამ საჭიროებების განსაზღვრაზე, არსებობს თუ არა რაიმე პროტოკოლი თუ თქვენ ჩამოუწერეთ რა საჭიროებები იყო. აი ეს როგორ ხდება, ეს გითხარით, იმიტომ რომ სხვა მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის სავარაუდოდ, რისთვის უნდა იყვნენ მზად ისინი. პირველ რიგში მნიშვნელოვანი ისე, რომ დისლექსიის მქონე ბავშვებს ინტელექტუალური პრობლემა არ აქვთ. მათ უბრალოდ არ აქვთ ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მათ, რომ სხვების მსგავსად შეძლონ სწავლა. ანუ მათ არ შეუძლიათ უბრალოდ კითხვა. რომ შეეძლოთ კითხვა, ისევე ისწავლიდნენ, როგორც სხვა ბავშვები. ანუ პრობლემა ამაში მდგომარეობს. და თუ სკოლა არ შეუწყობს ხელს და არ მისცემს ამ ინსტრუმენტებს, რა თქმა უნდა, ჩამორჩენა ექნება. თუ ეს ინსტრუმენტები ბავშვს ექნება, პრობლემა მათ არ აქვთ, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი შვილის შემთხვევაში ინტელექტის მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი იყო. რაც ეხება პირობებს ეროვნულ სწავლის პრობლემა ამ ბავშვებს არ აქვთ. უბრალოდ უნდა დავეხმაროთ, რომ ისწავლონ ისევე, როგორც სხვებმა. კი ბატონო, თუმცა რაც ეხება ეროვნულ გამოცემს, იქ განსაზღვრული ფორმატია, განსაზღვრული ჩარჩოა, დრო განსაზღვრული, რაშიც ექნება ხო დისლექსიის მქონე აბიტურიენტს უხერხულობა და აი ამ შემთხვევაში როგორ იყო პროტოკოლი გაწერილი? თქვენ შესთავაზეთ რა დრო დაჭირდებოდა მაგალითად კონკრეტული დავალების შესრულებაში, თუ არსებობს რაღაცა პროტოკოლი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული, რომელიც ითვალისწინებს ზოგად მონაცემს რა დრო ჭირდება მაგალითად დისლექსიის მქონე აბიტურიენტს თემის დაწერაში ან რაღაცა მოსასმენის გააზრებაში და ფურცელზე გადატანაში და ასე შემდეგ. ეს როგორ ხდება? ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ აქ აი ვისი პასუხისმგებლობა არის საბოლოო შედეგი? მშობელი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას თუ სისტემურად არის ეს აწყობილი ყველაფერი? ისე აღმოჩნდა ისე, რომ მე ავიღე საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ამის პროტოკოლი არ არსებობს. მე გავეცანი არსებულ სტანდარტებს, საერთაშორისო სტანდარტებს, გავეცანი ავტორიტეტული ორგანიზაციების გაიდლაინებს, საგამოცდო გაიდლაინებს და ეს გაიდლაინები მივაწოდე ჩემს განცხადების ფორმაში საგამოცდო ცენტრს. ასეთი პროტოკოლი მათ არ ჰქონდათ. შესაბამისად ეს რთულია იმ შემთხვევაში, თუ მშობელმა არ იცის რა ინფორმაცია უნდა იძიოს, სად მოიძიოს ეს ინფორმაცია.
პრობლემა ისე რომ ამას უნდა აწვდიდა საგამოცდო ცენტრი. მაგალითად მოვიყვან აი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებს ამ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს მშობელს მხოლოდ უწევს მონიშნოს რომ ბავშვს აქვს დისლექსია და მისთვის საგამოცდო ცენტრი აორგანიზებს ყველაფერს. ამ შემთხვევაში ასე არ იყო. მე მივაწოდე ის საჭიროებები რაც ჰქონდა ჩემს შვილს, თუმცა იქიდან რა თქმა უნდა მინიმალური დაგვიკმაყოფილდა. მაგრამ ამაზეც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მივდივართ. კი ბატონო, ანუ თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ თუ მაგალითად დაუშვათ რაღაცა ნაწილში დრო არ იქნება საკმარისი მისთვის, ეს იყო თქვენი გადაწყვეტილება და არა რაღაც კონკრეტული პროტოკოლით და დაკვირვების ქვეშ, ხო? მე არავინ არ დამკავშირებია დამატებითი შეკითხვებისთვის. მე მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რა დრო იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ ბავშვსაც ისევე წარმოეჩინა თავი, როგორც სხვა აბიტურიენტებს და კარგი იყო იმის გამო, რომ მე მოვითხოვე 25%-ით მეტი დრო და მათ მოგცეს ორჯერ მეტი. კი ბატონო, თქვენ ნაწილობრივ თქვითია როგორი არის საერთაშორისო გამოცდილება და სავარაუდოდ ალბათ როცა გკითხავთ აი როგორი იქნებოდა სასურველი სისტემა თქვენთვის საერთაშორისო გამოცდილება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანა ჩვენ სისტემაშიც, ხო? რა არის შესაძლებელი სისტემურად მიუხედავად იმისა, რომ კანონში წერია, რომ ყველა აბიტურიენტის ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა უნდა მოხდეს და მოხდეს დროის განსაზღვრა და მისი საჭიროებების განსაზღვრა ინდივიდუალურად, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ 250 აბიტურიენტია წელს დარეგისტრირებული, ნაწილობრივ მოხდა და ზერელეთ მათი სურვილების გათვალისწინება და ისიც ეს პასუხისმგებლობა ძირითადად მშობლებმა აიღეს, ხო? როგორ ხედავთ აი ამ სისტემის მოწყობას, ისე რომ არ დაირღვეს მათი საუკეთესო ინტერესი და დადონ აბიტურიენტებმა ის შედეგი, რა შედეგის დადებაც შეუძლიათ, თუმცა აი ამ დაბრკოლებების გათვალისწინებით აი თქვენ როგორ ხედავთ ახალი მინისტრი გყავს და შეიძლება თქვენი როგორც მშობლის სურვილი მოისმინოს და გათვალისწინებული იქნეს კონდეს ამის იმედიც გითხარით. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გათვალისწინებული იქნება. საერთოდ საგამოცდო ცენტრს უნდა ყავდეს კომისია, რომელიც მსგავს საჭიროებებზე იმუშავებს. გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს უზარმაზარი დრო 1 წელი აქვს იმისთვის რომ მოემზადოს მომდევნო წლის გამოცდებისთვის. და უნდა იყოს სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს რა საჭიროებები არსებობს საერთოდ სასკოლო სივრცეში და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე მე შეიმუშავოს გაიდლაინები. თუმცა ამის შემუშავების აუცილებლობაც არ არსებობს, იმიტომ რომ არსებობს უკვე და შეუძლიათ უბრალოდ გადმოიტანონ ქართულ სივრცეში. ყველაფერი არის დამუშავებული, მხოლოდ გაზიარება არის საჭირო. და ალბათ ცოტა უფრო მეტი ემპათია და არაგრუგლილი დამოკიდებულება. ჩვენ გვახსოვს ჩვენს გადაცემაშიც 2 წლის წინანდელი ამბავი ტერეზა გალსტიანის პირადი ისტორია, ის სმენა დაქვეითებულია და გვახსოვს რომ ის ინგლისურის მოსასმენზე შეამოწმეს და რის გამოც მან დაკარგა ეროვნულ გამოცდებზე ქულები და რაც აისახა შემდგომ უკვე მის გრანტზეც. შემდგომ ეტაპზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ როგორი არის მოლოდინი, როცა უკვე საჭიროება გადადის უნივერსიტეტის დონეზე, უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს ამ საჭიროებების ამ პირობების შექმნა თქვენი შვილისთვის. თქვენ ახლავე ფიქრობთ რომ თადარიგი დაიჭიროთ პირადად და უნივერსიტეტს აცნობოთ თუ როგორ მოხდება, როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ როგორ გაგრძელდება მისი სტუდენტური ცხოვრება უკვე უნივერსიტეტში? მე მგონი რომ საკმაოდ რთული იქნება სტუდენტური ცხოვრებაც, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ხშირად მოუწევს გამოცდების ჩაბარება თუ გახდება სტუდენტი. ამიტომ ეხლავე თადარიგს ვერ დავიჭერ პირველ რიგში ვნახოთ რა შედეგს დადებს და სად მოხდება. ამის შემდეგ აუცილებლად მივმართავ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მსგავსი განცხადებით, რომ მასაც მიეცა შესაძლებლობა, რომ ისევე წარმოაჩინოს თავი, როგორც სხვა სტუდენტებმა. მე არ ველოდები, რომ მათ იქნებათ რამე მზა ჩარჩო, რომელსაც იხემძღვანელებენ, ამიტომ საჭიროა ალბათ
თქვენი მონაწილეობა ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მე მგონი ყველა შემთხვევაში რაღაც მშობლების ჩართულობა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სანამ სისტემას ბევრი რამ აკლია, რო იყოს გამართული, არის აუცილებელი. ია ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. მე წარმატებას გისურვებთ თქვენ ორივეს ერთად, იმიტომ რომ ეს წარმატება, რომელიც დადგება, იმედი მაქვს გამოცემის შემდგომ იქნება ორივეს წარმატება ერთდროულად და გულწრფელად ძალიან გულშემატკივრობთ ამ ეტაპზეც და მომდევნო ეტაპებზეც. გემშვიდობებით, გემშვიდობებით სტუმრებს. მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის. მადლობა თქვენ. ია გიოშვილი, მშობელი, იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, საუბრობდით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტების საგამოცდო პირობებთან დაკავშირებით. სხვა თემაზე უნდა გადავიდეთ, ზაფხული მავანისთვის შრომის პერიოდია, ბავშვებს კი ყველაზე მეტად უყვართ არდადეგები, თამაში, დასვენება, თავგადასავლები, დღეები და ღამეები სტრესის გარეშე, მაგრამ მშობლებს ეს არ აკმაყოფილებთ. ზაფხულის სასარგებლოდ გატარება მშობლების ცალკე საფიქრალია, სოფელი სუფთა ჰაერე უმიზნოდ გართობა თუ საზაფხულო ბანაკი გაწერილი განრიგით, უცხო ენასა და ტექნოლოგიებში, მაგალითად, ან სხვა ახალი უნარების შესაძენად. დღეს ვსაუბრობთ, როგორ დავუგეგმოთ ზაფხული ბავშვებს ისე, რომ სასარგებლოდ იყოს და სასიამოვნოც. სტუდიის სტუმრებთან ერთად ვსაუბრობ ამ თემაზე. მარიკო რინთელი, მარიკა ჯიჯიაშვილი და ნინო დოლიძე გვყავს სტუმრად. მშობელი, არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი და ფსიქოლოგი არიან ჩვენი სტუმრები და იმედი მაქვს, რომ მათთან ერთად ჩვენ რაღაცა სასარგებლო რჩევებსაც მოგცემ. მარი, მოდი თქვენით დავიწყოთ, იმიტომ რომ თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ, როცა ვსაუბრობთ არასტრესულ გარემოში, რაღაც ახალი უნარების შეძენაზე და ბავშვების განათლებაზე. ამ ნაწილში თქვენ და თქვენს ცენტრს ალბათ ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ეს კიდევ ცოტათი სხვა ნაწილია, იმიტომ რომ მაინც სწავლის პარალელურ რეჟიმში ხდება არაფორმალურ განათლების ცენტრში რაღაც ახალი უნარების შეძენა და ჩვენ როცა ვსაუბრობთ ზაფხულის არდადეგებზე, ეს კიდევ ბავშვებისთვისაც, სამშობლებისთვისაც ალბათ არის აბსოლუტურად სხვა განზომილება. მოდით გითხარით, აი თქვენ როგორც მშობელსაც, როგორ მიგაჩნიათ სასარგებლოთა სწორად დასვენება, აი როგორ წარმოგიდგენიათ ზაფხულის. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩემთვის ზაფხული ასოცირდება სრულ თავისუფლებასთან. მე თვითონაც ასე გავიზარდე. ასე იგეგმებოდა, ან საერთოდ არ იგეგმებოდა ჩემი ზაფხულები, მოკლედ არ ერეოდნენ მშობლები ჩემს დღის განრიგში ზაფხულობით, იმიტომ რომ თქვათ საკმარისად ვიტვირთებოდი წლის განმავლობაში და შესაბამისად, აი მე არ მახსოვს რომ თქვათ საზაფხულო დავალებებს რომ გვაძლევდნენ მასწავლებლები ის შემესრულებინოს არდადეგებზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი სრულად ფრიადოსანი, ანუ აი უბრალოდ არ ვასრულებდი, იმიტომ რომ არ მიმაჩნდა საჭიროდ ზაფხულში დისონანსის შემომედანა. თუმცა ამის მიუხედავად მე ასევე მთელი ბავშვობა არდადეგების განმავლობაში მქონდა განცდა, რომ ეს მოკლე პერიოდი დროის სასარგებლოდ უნდა გამომეყენებინა. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ნიშნულოვანია არა ბავშვს გაუწერო გრაფიკი, როგორ უნდა დაიცვენოს და რა აკეთოს არდადეგების განმავლობაში, არამედ ასწავლო დროის მოფრთხილება და დროის ფასი. და ასწავლო ის ხო, რაც ხშირად დიდებმაც არ ვიცით. და ასწავლო კმაყოფილების განცდა იმითი, როდესაც რაღაც კარგს აკეთებს და ფუჭად არ ფლანგავს დროს. მგონია რომ ეს არის ამოსავალი წერტილი და აი აქედან უკვე ვფიქრობ, რომ შემდეგ თავად შეძლებს ბავშვი საინტერესო აქტივობებით დაიტვირთოს. მე არ ველოდი, რომ თქვენ ესეთი პოზიცია გქონდა. მოდით მითხარით, აი თქვენი ბავშვები, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები და მოზარდები გყავთ, ძირითადად ორიენტირებულები არიან წიგნის კითხვაზე და ეჯიბრებიან კიდე წინ ბევრს წაიკითხავს, ის სწრაფად წაიკითხავს და ასე შემდეგ. უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე, რომ თქვენ, აი თქვენი ბავშვები ზაფხულში თქვენივე თხოვნით ან დავალებით ან გეგმით არ იქნებიან რაღაცა ამ პროცესში ისევ. ჩემს შვილებზე მე უკვე არა, ზოგადად თქვენი ცენტრის მოსწავლეებზე. აი საქმეც მაგაშია, რომ ამას როგორ არა, ახლაც აი ამ წუთასაც იქიდან მოვდივარ, იმიტომ მოვარდი ასე აკაკანებული. რა თქმა უნდა, კითხულობენ. უბრალოდ ამას არ აქვს დავალების მძიმე ტვირთის და ვალდებულების ხასიათი. რეალურად კითხვა მძიმე ტვირთი თუ არის, მაშინ რა აზრი აქვს კითხვას, ხო? არ უნდა იყოს ეს სასჯელი და მძიმე ტვირთი და რაღაცა გაწერილი დისციპლინის შემადგენელი ნაწილი. კი ბატონო, მოდით მაშინ ესე გკითხავთ, ანუ ეს მთლიანად
ბავშვის პასუხისმგებლობად უნდა დავტოვოთ, რის იკეთება მოუნდება წიგნის წაკითხვა თუ მთელი დღე გარეთ თამაში თუ დიდის როლი უნდა რაღაც როგორ რა როლში იყოს ამ შემთხვევაში მშობელი, რომ ის რაღაც ხარისხიანად გაატაროს ზაფხული შვილს. დამძალებლის როლში არა, ალბათ. უფრო ბიძგებლის და გზამკვლევის როლში უნდა იყოს, ჩემი აზრით. ახლა როგორც მშობელი ისეც ვილაპარაკებ. კი ბატონო, მარიკას უნდა ვკითხო. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი მარიკას სხვა გეგმა აქვს და სხვა მიდგომა, ამასთან დაკავშირებით, რომ უნდა მიეხმარო ბავშვს დაგეგმაში და მე როგორც ვიცი, ალექსის უკვე დაუგეგმე, როგორი ზაფხული ექნება. უბრალოდ ალექსიმ დაგეგმა. აი ეგ არის ზუსტად. კი ბატონო, თუმცა მე ვიცი რომ შენც ფიქრობ რომ უნდა იყოს დაგეგმილი ზაფხული. ერთად ვადგენთ ამ გეგმას, ვითვალისწინებ ცხადია რა უყვარს მას და უფრო გეგმავთ იმ აქტივობებს, რაც უყვარს. თან მთლიანად რო აი არ ვარ მომხრე სამი თვე არაფრის კეთების. და აი რაღაც რომ აკეთო, აი მაგალითად ალექსის უყვარს ჭადრაკის თამაში და ამ ზაფხულის მესამე არ დადეგებია ეხა ჩვენს ანგარიშს და ყველა წელს ესე ვაკეთებთ, რომ მაგალითად ზაფხულში როცა წავა გურიაში ბებია ბაბუასთან და ეს არ დადეგების განუყოფელი ნაწილია სოფელში წავს, რა ძალიან უყვარს, მაგრამ იქაც მოვნახეთ მასწავლებელი და კვირაში რამდენიმე დღე ივლისს ჭადრაკის გაკვეთილზე უყვარს თან ამის კეთება, თან თლიანად ამოვარდნილი ამ რაღაც რუტინიდან არ იქნება რაღაც რეჟიმში მაინც იქნება. აი დავუშვათ ჰიპოთეტურად თქვათ, რომ არ გამოთქვა არაფრის კეთების სურვილი, არც ჭადრაკის, არც კონკრეტული თქვენი გეგმის და სურვილის მიხედვით რაღაცების კეთების და თლიანად უნდა რა მაგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ბავშვი იქნება ეგრე, მშობელი როგორ იქცევა, როგორ პირველივე არდადეგები, როგორც როცა ქონდა, ჩვენ თქვით, რომ აი დაიწყო არდადეგები და მთელი ეს დღე არის შენს განკარგულებაში. დილის 8 საათიდან როცა დგები, საღამოს მთელი 14 საათი არის შენს განკარგულებაში. აი აქედან 1 საათი რაღაც გავიმეტოთ, რაღაც აი სავალდებულო კი არა, აი შენთვისაც რომ სასურველი იყოს რომ ასე იქნება. კი არ გაფასებთ ამაში ნიშანს, არავინ არ გიწერს, არავინ არ გსჯის რაღაც შეცდომების გამო. აი შენ როგორც გიყვართ, აი მაგალითად როგორ მოგეწონება რომ აი უცხოა, მაგალითად გერმანული უყვარს ძალიან, არც მეცადინეობა არ ეზარება და აი შენ როგორ წარმოგიდგენ, აი ცოტა ამ შენი 14 თავისუფალი საათი და 9 საათი თუნდაც დღეში რომ ამას დაუთმო. თვითონ მაგალითად თქვა რომ აი მე Duolingo-s აპლიკაციაში რაღაცა სავარჯიშოების გაკეთება მომწონს და ამისთვის 9 საათს დავთმო. კი ბატონო, მე მგონი მარი რასაც ამბობდა რომ დროის შეგრძნება ასწავლის რაღაცას და ვთხარით რომ აი მაგალითად მე მამეცადინე გერმანულში. აი თუნდაც 15 წუთი ან 20 წუთი, აი შენ რასაც სწავლობ გერმანულში, მე საერთოდ არ ვიცი და მასწავლე. ამით ის ამ დროს ძალიან როლში შედის ხოლმე. აი სწორედ ამას გულისხმობ ბატონო. დროის განცდა და სწავლის მე გამოკითხოს ხშირად რაღაცები არ მახსოვს და ნუ ცოტა ამაზე. კი ბატონო, მოდი ნინოს კითხოთ. ნინო არის ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი და ბავშვების ფსიქოლოგია, ალბათ ყველაზე კარგად ნინო გვეტყვის. აი ეხლა ნახე უსმენდი ორ რესპონდენტს და ესეთი მე არ ვარ მშობელი და არ ვიცი, უბრალოდ გისმენთ და თან გზადაგზა კითხვები მევადება. რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ თვითონ გადაწყვიტა ამ რაღაცის კეთება, რაც თქვენი გეგმის ნაწილიც შეიძლება იყოს, ან როგორც მშობლის. აი რა არის მნიშვნელოვანი რჩევა, რასაც თქვენ მშობელს მისცემდით, რომ სასარგებლო იყოს ეს გატარებული დრო ზაფხულის არდადეგების. დიახ, აი დაგეთანხმებით, რომ ბავშვებისთვის ყველა საყვარელი პერიოდია, ბოლო დინებით ახსავს თავისუფლების პერიოდი, მაგრამ მეორე მხრივ მშობლის ამპლუიდან ამ ყოველფრის დანახვა სხვანაირად ხდება. მშობლისთვის ეს უკვე გამოწვევა, ეს არის თავსატეხი, რომ შეუთავსოს ერთმანეთს გართობაც, დასვენებაც და განვითარებაც. პირველ რიგში მეც დავეთანხმები მარიამს და მარიამს და ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს სწავლა აკადემიური ძალდატანება და არ უნდა გადაიქცეს არდადეგები სტრესულ გამოცდილებად, ტრავმულ გამოცდილებად, პირიქით ეს უნდა იყოს ყველაზე სასიამოვნო მოგონება ბავშვის ცხოვრებაში. ბავშვის არჩევანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ეს არა მხოლოდ არდადეგებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ხდებოდეს, თუნდაც ტანისამოსის არჩევა, თვითონ რომელს ჩაიცმევს, რომელს საჭმელს შეჭამს, რა თქმა უნდა, შეიძლება
არაფერი კარადის გამოღების უფლება არ მიცემთ და რამოდენიმე დაუდოთ დასაწყისში და იქედან შეარჩიოს, თუმცა არჩევანის გაკეთების უნარიც არის უნარი და განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მშობელი ამ სიტუაციაში არ უნდა იყოს ზედამხედველი, ის უნდა იყოს თანაზიარი და ჩართული იყოს ყველა პროცესში. რაც შეეხება განრიგის გაკეთებას, რა თქმა უნდა, ზოგადი რუტინა უნდა იყოს, რაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეეხება, ხო? ყვება თავის დროზე, ძილი თავის დროზე, გაღვიძება, ხო? დანარჩენი უკვე საათობრივად აღარ უნდა იყოს გაწერილი და ნახეთ პროცენტულად რომ შევაფარდოთ 70% უნდა კონდეს ბავშვს თავისუფალი დრო და მხოლოდ 30% აქტივობების. თანამედროვე კვლევებით, მათ შორის ამერიკის პედიატრთა აკადემიის კვლევით დადგინდა, რომ ბავშვებისთვის თავისუფალი დრო და მშობლის თანადგომა გაცილებით მეტ კარგზე გავლენას ახდენს ბავშვის შორეულ განვითარების პერსპექტივაზე, ვიდრე ეს არის აქტივობებით ზედმეტი გადატვირთვა. კი ბატონო, მე ერთი კითხვა მაქვს კიდევ და სამივეს უნდა კითხოთ, ეს ეხება ბანაკებს, საზაფხულო ბანაკებს. ამ ბოლოს ტრენდული გახდა საზაფხულო ბანაკებში ბავშვების რამდენიმე დღიდან 1-2 კვირით ერთი თვით არ ვიცი გაშვება, რაც სასახად არ არის ცუდი, მაგრამ არც მთლიან არდადეგების პერიოდს არ მოიცავს, ხო? აი მინდა კითხოთ, აი საზაფხულო ბანაკების დადებითი ეფექტი რა შეიძლება იყოს? რაღაც ახალ გარემოში სოციალიზაცია შეიძლება თუ არა ჩაითვალოს დადებით ეფექტად, რას აძლევს საზაფხულო ბანაკებში წასვლა, რასაც მაგალითად ვერ მიიღებს სოფელში წასვლით ან რაღაც გარემოს არ გამოცვლით, ესე ვთქვათ. რა არის უპირატესობა? ოღონდ არ მინდა რომ რაღაც გამომივიდეს რეკლამად საზაფხულო ბანაკების, უბრალოდ მინდა აი გარემოს გამოცვლის ეფექტზე რო გითხრათ, ამდენ მნიშვნელოვანი არის ეს. მესმის. საზაფხულო ბანაკები, საზაფხულო სკოლები, მე მაინც მგონია რომ უფრო მეტად მშობლებისთვის არის, მშობლებისთვის, რომლებიც ზაფხულის მანძილზე შეიძლება მშობლებას ვერ იღებენ და შესაბამისად მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვი იყოს საიმედო ხელში. მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ადამიანი პირველ რიგში არის სოციალური არსება და ყველაზე დიდ გამოცდილებას მიიღებს. ხო, გარდა იმისა, რომ ახალ თანატოლებს გაიცნობს, ეს დაეხმარება საკუთარი თავის შეცნობაშიც, ხო? სანამ იმას გაიგებს სხვას რა მოსწონს, იმაზეც დაფიქრდება, რომ მე რა მომწონს, მე რა მსიამოვნებს, უი ჩემი ხობი რა არის და იწყებს თვით დაკვირვებას ბავშვი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური განვითარებისთვის, თუმცა არც იმით დაშავდება არაფერი, რომ თუნდაც სოფელში წავიდეს, თუნდაც დარჩეს თავის ადგილსამყოფელში თუ არ არის წასვლის საშუალება და მშობლებთან ერთად გაატაროს მსგავსი დრო და შეიძინოს ახალი უნარები, რა თქმა უნდა, თამაშით. კი ბატონო, მარიკა, მე ვიცი რომ უკვე იპოვე ალექსისთვის ბანაკი, რა ნიშნით არჩევ საზაფხულო ბანაკებს და რა მოლოდინი გაქვს, ანუ რა უნდა მისცეს რაღაც ამ მცირე პერიოდის საზაფხულო ბანაკმა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ალექსისთვისაც და მშობლებისთვისაც, აი გაყოფილებას გამოიწვევს. არასდროს არ გქონია გამოცდილება პირველად მუდმივად ვათვალიერებდნო საზაფხულო ბანაკს ინფორმაცია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის უკვე იმ კონკრეტულ ბანაკში ჩემი ნაცნობი მშობლების შეფასებები, მე ჩემთვის ეს ყველაზე სანდოა. და ხო ვფიქრობ, რომ უკვე რაღაც 9 წლის არის და სადღაც დამოუკიდებლად მშობლების გარეშე უნდა წავიდეს და ბანაკი ამისთვის მგონია, რომ საუკეთესო გამოსავალი და გამოცდილებაც არის, თვითონაც აქტიური ბავშვია. და უყვარს ახალი ნაცნობები, რაღაც ახალი გამოსვლა. მგონია რომ ხო. გარდა იმისა, რომ განვიხილა უკვე. აქამდე ცოტა თავს ვიკავებდი. კი, მე მგონი სოფელში რომ მიდის, იქ უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებიც გამოვიდეს. და ბაბუა მაგის საშუალებას არ იძლევა. კი ბატონო, კიდევ აი რა დეტალები არის, რისი მოლოდინიც გაქვთ, რომ რაღაცა ახალ უნარებს შეიძენს, ახალ ცოდნას შეიძენს, თავის გამოვლენის შესაძლებლობა, აი რა არის რაღაცა დეტალები, რასაც ელოდებით. ახალი გარემო, ახალი ნაცნობები შეგუება ამ ყველაფერთან და ჩვენს გარეშე გატარებული რაღაც საკმაოდ დიდი დრო მისთვის, რა ხან პირველია, ორი კვირაც ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი დრო. აი არდადეგების შემდგომ, როცა ბრუნდებიან ბავშვების სახლში, გრძნობთ თქვენ ხედავთ განსხვავებებს? თქვენს გარეშე რა პერიოდიც იცხოვრეს, ანუ თუნდაც დაგეგმილი ზაფხულის ან დაუგეგმავი ზაფხულის შემდგომ.
თუ გქონიათ ეგეთი გამოცდილება რომ გაუშვებ და იქიდან დაბრუნდება მერე გაგიზიარებ იმიტომ რომ სოფლიდან რომ ჩამოდის ერთ თვეს ატარებს ხან თვენახევარს იქ ხო არა მისთვის ჩვეული გარემოა იქ ბებიება სადაც ხშირად სწავლის განმავლობაში შაბათ-კვირას იქ ატარებს და ალბათ ერთ-ერთი განსხვავება არის უფრო დაუმორჩილებელია ბებიებასთან გატარებული დროის შემდგომ მარი თქვენ ბოლო კითხვა და რაღაცაერთ შევაჯამოთ მე მინდა რომ რაღაც ეს ამბავი ცოტა სისტემურ ჭრილშიც გადავიყვანო რამდენად არის შესაძლებელი რომ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის რომ мотиваცია მივცეთ რაღაც დაპირება მივცეთ რომ მთელი სასწავლო სეზონის განმავლობაში თუ დაუშვათ რაღაც აპირობას შეასრულებ კონკრეტულს მე ჯილდოს სახით აი წაგიყვან ამ ბანაკში გაგიშვებ ან რაღაცას გავაკეთებ შენთვის ხო შესაძლებელია თუ არა რომ ეს რაღაცა ამ სისტემურად წარმოვიდგინოთ სისტემური ხასიათი მიეცეს რომ სახელმწიფომ გააკეთოს ეს ბავშვებისთვის რომ თუ დადებენ კარგ შედეგებს მაგალითად უფასო იყოს ამ ბავშვებისთვის რაღაც იმიტომ რომ ვიცით რომ მშობლების დიდ ნაწილს ამ ქვეყანაში არ აქვს შესაძლებლობა კარგ ბანაკში გაუშვას ან კარგი პირობები შეუქმნას ზაფხულის განმავლობაში და კარგი დასვენება მოუწყოს იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი ამბავი საქართველოში ამიტომ როცა ვსაუბრობთ თანასწორ პირობებში ბავშვების განვითარებაზე ზაფხულის პერიოდში აქ რამდენად არის სახელმწიფოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაც ბავშვებთან მიმართებაში რა თქმა უნდა არის და მე მეცაც გეტყვით ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიის გაზიარებაც კი აი ზოგჯერ მეუხერხულება ხოლმე იმდენად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ვთქვათ თუნდაც წიგნის ყიდა ხოლმე ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ვისაუბრებ ხომ ელემენტარულად აი ხო წიგნი თითქოს რა არის ხო ბანაკზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ აი ისიც კი ბატონო მე ჩამოვარაკრაკებ თქვენ და მათ და 20 წიგნიან სიებს მაგრამ ამის შესაძენად ყველა მშობელს მიუწვდება ხელი ეს რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა რა თქმა უნდა ისეთი მასშტაბური პრობლემაა რომელსაც ასე მარტივად ვერ მოვერევით და ხო რა თქმა უნდა სასურველი იქნებოდა რომ თუნდაც კი არა სახელმწიფო მეტს აკეთებდეს ბავშვების განსავითარებლად ხო ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ საერთოდ რაღაცა უხერხულად გამოიყურება ხოლმე ამ ყველაფერზე საუბარი ეს წაიკითხე იქ და ისვენე ასე დაგეგმე ზაფხული იმიტომ რომ მშობლების ძალიან დიდი ნაწილი რაღაცა საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის დღედაღამ დაკავებული ხო და აი ახლაც რაღაცა რომ მოვდიოდი სწორედ მაგაზე ვფიქრობდი როგორ მესაუბრა ისე რომ მესაუბარე თქვათ მორალის კითხვას არ დამსგავსებოდა მშობლისთვის, რომელსაც შეიძლება 2 და 3 საათიც კი არ ქონდეს იმისთვის, რომ თუნდაც საინტერესოდ დაუგეგმოს დღე თავის შვილს და რა თქმა უნდა ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს წილი უდიდესია. და ალბათ დიდი мотиваციაც იქნებოდა ბავშვებისთვის, რომ მთელი წელი რაღაც ცდელობა ქონოდათ, რომ უკეთესად ესწავლათ დაუშვათ. კი, რა თქმა უნდა, აი ევროპის ქვეყნებს რომ შევხედოთ, თქვა ეს ბანაკებია, კი ბატონო წარჩინებულებისთვისაც არა წარჩინებულებისთვისაც ეს რასაკვირველია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა კუთხით წარმატებული ბავშვები არა მხოლოდ იმათთვის ვინც ბევრ წელს კითხულობს ან რაღაც კარგ თემებს წერს რაღაც კოლოსალურ თანხებთან არის კი ბატონო მაგას ვამბობ ზუსტად რომ აი სახელმწიფოს როლი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დიდი მადლობა მარი კორინთელი მარიკა ჯიჯიაშვილი და ნინო დოლიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები მე იმედი მაქვს რომ რაღაც ცოტა რჩევა მაინც მივეცით მშობლებს და ან დავაფიქრეთ ვინც არ დაფიქრებულა მანამდე რომ ზაფხული უნდა დაუგეგმოთ და მივეხმაროთ ხარისხიანად დროის გატარებაში ბავშვებს ამიტომ ვფიქრობ რომ ამ თემებზე საუბარიც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორ გავუზარდოთ მოსწავლეებს სწავლის мотиваცია ეს ახალი მინისტრის საზრუნავიც იქნება გივი მიქანაძემ გადაიბარა განათლების უწყება რამდენიმე დღის წინ ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა სადაც მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს გივი მიქანაძე პროფესიით სამართალმცოდნეა აქვს პედაგოგიური გამოცდილება სკოლასა და უნივერსიტეტებში ასევე ადამიანის უფლებებზე მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა ევროპის საბჭოს და გაეროს განვითარების პროექტების ფარგლებში და ასევე საჯარო სამსახურებში
მას ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები როგორც განათლების, ასევე სამართლის სფეროში. იყო პოლიციის აკადემიის რექტორი 2005-2008 წლებში კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. საინტერესო გამოცდილება აქვს ახალ მინისტრს განათლების სფეროსთვის ორივე მნიშვნელოვან კომპონენტში და ორივე ხელისუფლების დროს და ზოგადად მრავალფეროვანი კომპეტენციით გამორჩეული ხელმძღვანელები ჰყავს განათლების სამინისტროს, რომლებიც ყველაზე ხშირად იცვლებიან ხოლმე. თუმცა ვიცით, რომ რეალური ცვლილება მხოლოდ სახელების გადანაცვლება კი არა, რეალურად ადამიანების ცხოვრების შეცვლაა. უკეთესი სისტემით, რომელიც მხოლოდ დოკუმენტებში არ არის და ის ადამიანების ყოველდღიურობაში იგრძნობა. როცა კონსტიტუციაში ჩაწერილი თანასწორობა ყველა ბავშვზე, მოზარდზე, სტუდენტზე ვრცელდება. როცა კანონი უბრალოდ კი არ არსებობს, არამედ მუშაობს ყველასთვის თანაბრად, ბავშვების და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესისთვის. და თუ ცვლილება მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლება ჯამში მხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრება იცვლება, რომლებსაც ერთ ჯამში ვერ ჩაყრი. და მხარდაჭერას იმსახურებს ყველა, ვინც რეალური ცვლილებებისთვის იბრძვის. წარმატებას უსურვებ ახალ მინისტრს ამ რთულ გზაზე. მე გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე, ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზრუნავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის.